ყველა საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. ლიგა 1-ის ფარგლებში ერთმანეთს ორი ქართველი დაუპირისპირდა. კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ საგოლე მოქმედებებით თავი გამოიჩინეს და მთელი ევროპა ალაპარაკეს. უოტფორდმა გამარჯვება მოიპოვა, რომლის მთავარი შემოქმედიც გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. თხოვნა იქნება მოიწონო ეს ვიდეო, რადგან ჩვენი მიზანი 2000 ლაიქია. ასევე უკვე მივაღწიეთ 55,000 გამომწერს და გაჩერებას არ ვაპირებთ. არ დაიზარო არხის გამოწერა, ჩვენი შემდეგი მიზანი 60,000 გამომწერია. მადლობა თუ ჩემი ეს ორი თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთზე გადავიდეთ. ინგლისის ჩემპიონშიპის 34 ტურში უოტფორდმა შინ ლუტონს 2-0 მოუგო. ტრადიციულად უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში ათამაშა. ქართველი შემტევი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მეორე გოლი თავად შექმნა, როცა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა საჯარიმოში შეიჭრა და კაიემბეს ცარიელ კარში გაატანა. მეორე ტაიმში ჩაკვეტაძე ინერტული იყო. მის თამაშს სიმწვავე აკლდა, თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს ყინვალი დრიბლინგის შემდეგ გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. საერთო ჯამში გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბრწყინვალე ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ლუტონს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ქართველმა შეუქმნა. გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. თუმცა საგოლე პასების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა მის თანაგუნდელებს, რომ მოიყენებინათ შანსები. ჩემპიონშიპში უოტფორდი შემდეგ მატჩს 1 მარტს სტუმრად სტოკ სიტისთან გამართავს. წარმატებები გიორგის და დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გამოიჩენს თავს. საფრანგეთის ლიგა 1-ის 23 ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველების დერბი შედგა. ქუჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად გიორგი მიქაუტაძის ლიონს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 გაიმარჯვა. ქუჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარიზული კარიერის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქუჩამ მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი მცდელობა ჰქონდა. ამის გარდა ჩოულ დრიბლინგებს და ცრუ მოძრაობებსაც გვთავაზობდა და საბოლოოდ მატჩი საგოლე გადაცემით დაასრულა. ქუჩა 53 წუთზე უსმან დემბელეს გოლის გატანაში დაეხმარა, რითაც ანგარიში 0-2 გახდა. ლუის ენრიკემ კვარა 68 წუთზე ლუკას ერნანდესით შეცვალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქუჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ჟორჟი თამაში მე-80 წუთიდან ჩაერთო და შემოსვლის შემდეგ თავის გუნდში საუკეთესო იყო. მოედანზე გამოჩენიდან ზუსტად 3 წუთში მიქაუტაძემ ბრწყინვალე სოლო რეიდით თავი კარგად გამოითავისუფლა და ჩერკის საგოლე გადაცემა გაუკეთა, რითიც ანგარიში 1-2 გახდა. პსჟ-ს ფეხბურთელმა ხუჩა კვარაცხელიამ ლიონთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი ლიგა 1-ის წარმომადგენელთან გააკეთა და განვლილი მატჩი შეაფასა. ულოცავ პსჟ-ს ამ გამარჯვებას ეს ნამდვილად დავიმსახურეთ. ბოლო წუთამდე რთული თამაში იყო. ისინი სახიფათოდ გვიტევდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა ჩვენ მოვიპოვეთ. გავაგრძელებთ სვლას, რომ უფრო მეტი ქულა ავიღოთ და უფრო დავუახლოვდათ ჩემპიონობას. მეტოქე მთელი ძალით ცდილობდა თამაშის მიწურულს გოლის გატანას, როდესაც 2-3 იყო. ყველა ფეხბურთელი ჩვენ საჯარიმოში იყო, მაგრამ ჩვენმა დაცვამ დიდი ძალის ხმევა გამოიჩინა. თავი კარგად დავიცავით. ლიონის გულშემატკივრებისთვის პარი სენ-ჟერმენთან მატჩის წინ მთავარი მოულოდნელობა გუნდის წამყვანი ფორვარდების ალექსანდრ ლაკაზეტისა და გიორგი მიქაუტაძის თადარიგში დატოვება იყო. თუ გუნდის კაპიტნის შემთხვევაში ასე თუ ისე ყველაფერი გასაგები გახლდათ, რადგან მას ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა და სათამაშოდ ბოლომდე მზად არ იყო. ქართველის თაობაზე ახლაც ყველაფერი ბუნდოვნადაა. მიქაუტაძემ წინა მატჩებში, როგორც რეიმსთან, ასევე მონპელიესთან მთავარი მწვრთნელის პაოლო ფონსეკას ნდობა გაამართლა და ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ იმსახურებდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ბოლო 10 წუთში მიეცა თამაშის საშუალება, ამ მცირე დროში 24 წლის ქართველმა ფორვარდმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა და ბუნებრივია მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგაც მედიის წარმომადგენლების მთავარი სამიზნე ლიონის შემადგენლობაში ამ გუნდის ქართველი 69 ნომერი იყო. რა კომენტარი გააკეთა გიორგი მიქაუტაძემ თამაშის დასრულების შემდეგ? მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ფეხბურთის თამაში გვიან დავიწყეთ. შეტევის ხაზში სიმწვავე გვაკლდა და როდესაც მეტი ინიციატივა გამოვიჩინეთ, ალბათ ყველამ კარგად დავინახეთ, როგორ გაუჭირდათ მეტოქე გუნდის მცველებს ჩვენი ერიშებთან გამკლავება. მერწმუნეთ საწყისი 70-80 წუთის მანძილზეც ასე რომ გვეასპარეზა, შესაძლოა ეს თამაში არ წაგვეგო. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ვფიქრობ, რომ მართლაც შეიძლება ფრედასრულებულიყო ან საერთოდ სხვა შედეგი მიგვეღო მიქაუტაძეს, რომ სრული დრო ეთამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა. ფუტმერკატო ხუჩა კვარაცხელიაზე. 7 ქულა. მატჩი მშვიდად დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში ზამთრის ახალწოულმა ის უნარები აჩვენა, რისთვისაც პსჟ-მ ხელა ავანსები გაიღო. დემბელე მე-13 წუთზე
ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ქართველი პირველ რიგში ბრწყინვალე დრიბლიორია და ეს არაერთხელ დაამტკიცა, განსაკუთრებით ლიონის დაცვის შუაგულში წარმოუდგენელი სლალომის შესრულებით. მისი დარტყმა ძალიან ახლოს იყო გოლთან და საგოლე გადაცემასთანაც, მაგრამ რამოდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. მეორე ნახევარი ძლიერად დაიწყო, ჯერ მარცხენა ფეხით სცადა გატანა. შემდეგ კი დემბელეს გოლის ეპიზოდში ასისტი ჩაიწერა. ადგილობრივებისთვის ნამდვილი საწამლავი იყო. რას წერს ფუტმერკატო გიორგი მიქაუტაძის შესახებ? მცირე დრო დაეთმო, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ლიონში საუკეთესო იყო. შერკის გადამწყვეტი პასი მისცა, შემდეგ კი აკრობატული დარტყმით სცადა გატანა. გიორგი მიქაუტაძე მართლაც ძალიან ახლოს იყო გენიალურ შედევრთან. წარმოიდგინეთ ეს გოლი რომ გაეტანა, ალბათ მთელი საინფორმაციო სივრცე იქნებოდა გავსებული სწორედ ამ ამბით. სოუფუტი ხვიჩა კვარაცხელიაზე, 8 ქულა, კრავი მიკროფონთან მგელი მოედანზე. ასევე სოუფუტი წერს გიორგი მიქაუტაძეზე, 7 ქულა, დღევანდელ მატჩში საუკეთესო საქართველო იყო. დღევანდელი ვიდეოც დასასრულს მიუახლოვდა. ასეთი მოკლე და საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. მე მალე დაგიბრუნდებით ახალი ცხელი ინფორმაციებით. თქვენ კი დარჩით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.